რა სახიფათო შედეგები შეიძლება მოყვეს ნეგატიური ემოციების განცდის დაბლოკვას? ადამიანებს გვეშინია ნეგატიური ემოციების განცდის. ხშირად ხდება ისე, რომ ჩვენ დიდი ტკივილის შედეგად ბლოკავთ, ვიზღუდავთ ნეგატიური ემოციების განცდას. ცნობიერად თუ არაცნობიერად. და ამას ვერც კი ვხვდებით, რომ ამ დროს პარალელურად არაცნობიერად ზუსტად იგივენაირად ვიზღუდავთ დადებითი ემოციების განცდასაც. ამ შემთხვევაში დგება ის, რომ ეს არის ერთი ხაზი, რომელსაც აქვს ორი ბოლო, ნეგატიური და პოზიტიური და ორივე რეინჯი, აი ამის განცდის არის შეზღუდული, დაყვანილი მინიმუმამდე. და ამ დროს ხდება ყველანაირი ემოციის გაყუჩება და დგება სრული აპათიური მდგომარეობა. რაც შემდგომში იწვევს სხვადასხვა ფსიქოსომატურ სიმპტომს და სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებებს და აშლილობებს. ამ ყოველივეს დამუშავება შეგიძლია ქვეცნობიერთან და სხეულთან მუშაობის სხვადასხვა მეთოდით, რაც მოგცემს დაგიბალანსებს შინაგან მდგომარეობას და შეძლებ ეკოლოგიურად განიცადო შენი ემოციები.